მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ვიწყებთ ახალ სერიალს. კაიხანია მინდა ამ სერიალის ყურება და მინდა გითხრათ, რომ პირველი სეზონის რამდენი არ მახსოვს, მაგრამ რამდენიმე სერია მაქვს ძალიან ადრე ნანახი. მაგრამ ხო, დიდად ვერ ვიტყვი, რომ მახსოვს რამე. ეს არის ზებუნებრივი, supernatural, პირველი სეზონის პირველი სერია, დღეს უნდა ვნახოთ. Просто შევამოწმე, გამოკითხვა მოიგო, გამარჯვებული იყო გამოკითხვაში და შევამოწმე просто რამდენად იაქტიურებთ ამ სერიალზე და თუ კაი რაოდენობის ნახვები ქონა და კაი რაოდენობის, კაი აქტიურობა თუ მომეწონა, მაშინ გავაგრძელებთ სერიალს და ჩვეულებრივად შეზღუდის გარეშე. ახლა просто სერიალს ძალიან ბევრი სეზონი და სერია აქვს. აგერ მაქვს გახსნილი სერიები, რამდენი სერია ზუსტად არ მიწევს ჯერ. პირველ სერიას pilot ქვია, რა თქმა უნდა. მოიცადეთ. არა, არ მიწევს რამდენი სერია, რაც შეიცვალა, მაგრამ 327, 327 სერია აქვს, ჩემი კაი. 327 45 წუთიანი სერია, თუ 42. კაი, თქვათ 40 წუთიანი, მაინც ცოტა გამოვიდა, ბევრი გამოვა. რა ვიცი ამ სერიალზე? და დიდად არაფერი, თითქმის არაფერი მახსოვს, რაც მაქვს ნანახი, იმიტომ რომ პატარა ვიყავი მაშინ. საინტერესოა, Hunter x Hunter ზეპირად მახსოვს, მაგ დროს ვიყურებდი ზუსტად და ზებუნებრივი არა. просто მახსოვს რომ მომეწონა რა და მაინტერესა, საინტერესო იყო. ცოტა ჰორორის პონტი არის, ვიცი. თავარი გმირები არიან სემი და დინი, ძმები, ვინჩესტერები და იძიებენ რაც ზებუნებრივ საქმეებს, ისეთ საქმეებს, შემთხვევებს და ნაშრომებს, რაც გარეული არიან ზებუნებრივი ძალები და ოჯახს აქვს მგონი მაგაცას რაღაც ძალები, არ ვიცი ზუსტად. მე ახლა რაღაც ძალიან აურიებს, გამახსენდა რომ არა. მაგრამ რაღაც მამაც ოჯახთან დაკავშირებული იქნება, ეგ ზუსტად მახსოვს და ზოგადად რა ვიცი, პირველ სეზონში ახლა არის რამდენი სერია? პირველ pilot ქვია, უკვე თქვი. 22. პირველ სეზონში არის 22 სერია. საინტერესოა, რა ვიცი, ვნახოთ. 22 საკმაოდ ბევრია ახლა, რაც ვნახეთ ასეთი სერიები, Welcome to Derry 8 სერია ქონდა. სერიები არ აქვს, სერიალები. Breaking Bad თვითო მაქსიმუმ 16 ქონდა ერთ სეზონში, Better Call Saul-საც მაქსიმუმ 13 აქვს და 22 საკმაოდ ბევრია. 40 წუთიან სერიებზე ვიძახი თორე, აგერ Avatar-ს და Gravity Falls და Buzzsacs 19, 20, 21 სერიები ქონდათ. მაგრამ ხო, ჩათვალეთ, ესო 22 სერია ამისი ზებუნებრივის არის იგივე Gravity Falls-ის ან Avatar-ის 44 სერია. თან სავარაუდოდ ბოლო სერია ცოტა დიდიც იქნება ქრონომეტრაჟი, თან პირველი 46 წუთი ნახევრიანია. 46 წუთი ნახევრიანი, ხო. ასე მოგატირებები კარგად მოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში სათაურზე ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ pilot არის. მაგრამ ხო, კარგი ის ჩანს რა. ჯერჯერობით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 15 სეზონით გაგრძელდა, საკმაოდ პოპულარული იყო და არც ბიუჯეტი აქვს, არც პოპულარობა და არც არაფერი ისეთი, რაც ხელს შეუწყობდათ ამ სერიალის გაგრძელებაში. კაი, მაშინ. ახლა თუ ჩაერთვება წესი, რაც შევამოწმო, მაინც ის ხოლმე ხან ჩემი ნერვების მოშლა. ირთვება. ზედმეტი აღარ ჩემი კაი კომპიუტერი გამოვირთო. კაი, ამ ნაწილს ამოვჭრი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანი მოვატონე კომპიუტერის გასწორებას და დავიწყოთ. ზებუნებრივი პირველი სეზონის პირველი სერია pilot 5, 4, 3, 2, 1 დავიწყეთ. აი, დღეს ყველაფერი დერვებს გიშლის რა. გახმოვანებულია net.com-ის მიერ. ლოურენსი, კანზასი, 22 წლის წინ. 22 წლის წინ.
მოგონებებით ვიწყებთ, ანუ წამოდი შენს ძმას ტკბილი ძილი ვუსურვოთ. ეს ის ძმები არიან, ვინც მე მგონია. კარგად, სემ. ძილი სემ მინდა კი. საყვარელო. სახელები ვიცი, სემი და დინი. ჰეი, 딘. მამა, გამარჯობა, მეგობარ. აჰა, ესეც როგორ გონია, მშობლები. სემის ფეხბურთის თამაში უკვე შეუძლია? როგორც ისე მშობლები არ იქნებიან ამ მიხედავ? ამაში. მიუხედავ. ყოველ შემთხვევაში პირველ სეზონში. ტკბილი სიზმრები, სემი. ნუ ამის გარეთ ალბათ. ესე 3-4 წლით უფროსი იქნება სემი დინზე. ვიტყვი რომ 4-3-ით იყოს 3-ით. მაგრამ რა შეიძლება უფრო დიდიც იყოს. აი გავარკვევთ ახლა რამდენი არის. მაგრამ ძირითადად ასაკს არ აცხადებენ ხოლმე. ჯონ, ჯონი არ არის. ეს საუნდტრეკი იმენა ჰორორის ვაიბი რო აქვს. ჯონ, მოშივდა? ჩემი გაი კარგი. რა სჭირს ჯონს? ეს ან ჯონი არა, ან რაღაც მოჭველი რაღაც პარანორმალური ზებუნებრივი ხდება. ჩემი გაი ფოტო Pennywise-ის ფოტო გამახსენდა ამაზე. ბობი მისი უბრალოდ ბობ აუ დავიწყე როგორია. მივხვდით ვისაც ვამბობ. Pennywise-ის პროტოტიპზე. ჩემი კაი რა? ღმერთო ჩემო. სემი. ანუ პროსტა იქ იყო ჯუნიორ. გაიტაცეს სემი? მერი? არა ხო, მეთქი მოკლეს ტიპი და გავშტერდი. ანუ ის ტიპი ჯონი არ არის. როგორც თქვი. მერი? კარგი ახლა მერის რა დაემართა. გამარჯობა, სემი. კარგად ხარ? ეს განათება საიდანაა? სისხლი. აუ, ჩემი რა უქნეს მერის. ჩემი გაი. მერი. ჩანდობა. მამა, შენიც მაგარით გაიყვანე ჩქარა, უკან არ მოიხედო. წადიდე ნახლავე. მერი. დაერხა მერის. რა უცნაური ცეცხლია ეს. ჭერი თითქოს და ლავადან მაგმადან რაღაც მსგავსად გადაიქცა. წავედით. საინტერესოა, რაღაცა უნდათ ახლა კითხვა ჩდება კონკრეტულად ამ ოჯახისგან უნდათ რაღაცა თუ კონკრეტულად სემთან იყო მისული. რაღაც გაუკეთეს სემს, როგორც იციან ზოგადად ბავშვებზე რაღაცის. ჩემი კაი, სემს ახლა თუ განახებენ რამე ტატუ თუ ექნება ან რაღაცა ლოგო, ვიციან ხოლმე ამ სვირინგება. სტენფორდის უნივერსიტეტი. დღეს, ანუ სემ. წამოდი, აღარ მოდიხარ? 15 წუთი ისინი ქუნდა ყოფილიყავით. სემ, მოდიხარ თუ არა? 22 წლის წინ, ანუ სემი ახლა კი. 20 გავერთობით. 2-3-ისა. და შენი კოსტუმი სად არის? იცი რასაც ფიქრობ ჰელოვინზე?
ჰელოუინის საკმაოდ ისეთი დღესასწაულია. ესეც ასე სემი და მისი საგამოწმო გამარჯვება. კარგი, განსაკუთრებული არაფერი. აი კოსტუმების ნაწილი საინტერესო, მაგრამ ზოგადად ჰელოუინი როცა იცით აი ხომ ხედავ. რას ნიშნავს? ნარა. შეგიძლია ნებისმიერი სამართლის სკოლაში არჩიო. აი მე საშიში კოსტუმები რო არ იყოს მონსტრების. ბევრად უკეთესი იქნება. ყველაფერი კარგად ჩაივლეს. კარგი იქნებოდა. აგერ როგორც ექიმის ფორმაც უეჩვეულებრივად. არაფერი იციან. არა, შენი შეშურდებოდა. რატომ არა? იმიტომ რომ Flat Braid-ის ოჯახი არის. ვაფშე სემს ფორმა არ აცვია საერთოდ. ოჯახიდან. კიდევ დალებთ? არა. მართლა. შენი თვა მაყოფ. ორშაბათს ყველას დაყრე და მაგ სრულ დაფინანსებასაც აუცილებლად მიიღებ, ზუსტად ვიცი. უშენოდ რას ვიზამდი? დაიმსხვრეოდე და დაიწვებოდე. ეს სოლია თუ საცოლე? გავიგებთ ალბათ მალე. დრო არა ეს ისე სემია? კი ისე სემია. აუ იგივე არ მოხდეს ახლა. აი ეს კამერის მოძრაობა და ჩაბნელებული მომენტები და ხმები არა როგორც ჰორორი კარგია მომენტებში რა არ ვიცი მომწონს ჰორორი რო ეგრე უაზრობა არ არის რა შენი ძმა არის ფორმი დინია ხო ჰეი ფრთხილად ვეფხვა 딘 ნუ როგორ გამოიყურებიან ეგ ვიცი იმიტომ რომ ფორმაში აღარ ხარ აი თუ აღარა გადაძვარე 딘 აქ რა საკეთებ ლუცვეცებდი რა ჯანდება საკეთება აქ ლუცვეცებდი უნდა დავილაპარაკოთ და რომ დაგერეკა რომ დამერეკა უპასუხებდი რა მოხდა ჰეი ჯეს ნუ სენი მაღალია ისე არა ჯესიკა მოიცადე შენი ძმა დინი გიждები სმურფებზე იცი რა უნდა გითხრა ჩემი ძმის კლასზე გაცლებით მაღლა ხარ ცოტა ხანი დამაცადე დავიწყო არა ასეც არ წუხდები მართლა ასე თუ ისე შენი მეგობარი სადახნით უნდა ვითხოვა ოჯახის პირადულ საქმეებზე უნდა ვილაპარაკოთ არა რაც არ უნდა გქონდეს სათქმელი შეგიძლია მის წინაშე თქვა კარგი აი ეს დღეა მამა სახლში არ ყოფილა მე რა დამატებით ცვლაში მუშაობს Miller Times-ისთვის ადრე თუ გვიან ისევ სახლში მობარბაცდება ანუ ეს მამასთან ცხოვრობს მამა სანადი რო წავიდა და რამდენიმე დღეა სახლში არ დაბრუნებულა ეს უკვე ცუდია ჯეს ბოდიში ცოტა ხანი გარეთ გავალთ კარგი რა ხომ იცი რომ არ შეგიძლია შუაღამით სახლში შემომივარდე და თან ჩემგან გზის განათებას ელოდა არა არ მისმენს მამა გაქრა შენი დახმარება მჭირდება ვაფშე შუაღამე მართლა ისეთი დრო არის იყო გახსოვს მაგრამ ხეთის კარიბჭე კლიფტონში მაშინაც გაქრა ყოველთვის გამქრალია და ყოველთვის კარგადაა ამდენი თუ გაქრა ამ ცოტას მნიშვნელობა არ აქვს დავიფიცე რომ ნადირობას შევეშვი და მართლა შევეშვი კარგი რა მარტივი არ ყოფილა მაგრამ არც ისე ცუდად ნადირობას ვიზე როცა მამას უთხარი ჩემს კარიბჭეში დამალული მონსტრის მეშინია მეთქი 45 კალიბრიანი მომცა ჩაუჩები და 9 წლის ვიყავი რა ეკნა და ეთქვა სიბნელის არ შეგეშინდესო სიბნელის არ შეგეშინდეს როგორ უნდა გეშინოდეს შენ მაინც იცი რა იმალება მასში ვიცი მაგრამ დედის სიკვდილის შემდეგ ისე ვიზრდებოდით მამას ხო აღარაფერი ახსოვდა გარდა იმ ხეთის პოვნისა რომელმაც დედა მოკლა ჯერაც ვერაფერი ვიპოვეთ ამიტომ ყველაფერს ხოცავთ რასაც ვპოვლობთ და ამით უამრავი ადამიანის გადავარჩინეთ შენი აზრით დედას ჩვენთვის ეს ენდობოდა სროლაში ვარჯიში ვერცხლის ტყუების შემოსხმა დინ ჩვენ მაგრამ დასაწყისი არ არის ეს მოსტრებზე ნატირობის ამას აპირებ არა უდარდე მე მეგონა როგორც სკუბიდუს პონტი იყო პროსტა რეალური მონსტრებით მაგრამ ესენი იმენა მონსტრებს გასდევენ სწორედ მამამ მითხრა რომ თუ წავიდოდი აღარ უნდა მოbrunებულიყავე ზუსტად ამას ვაკეთებ მამა სერიოზულ საფრთხეშია თუ ჯერაც ცოცხალია ამას გურძნობ მარტო მის გადარჩენას ვერ შევძლებ. კი, შეძლებ. კი, მაგრამ არ მინდა. ხო.
რაზე ნადირობდა? ბაგვითხარით. კარგი. ნახოთ სად ჯანდაბაში წავიღე. მითხარი, მამა რომ წავიდე მასთან ერთად რატომ არ წახვიდე? ჩემს საქმეზე მუშაობდი ნიუ-ორლეანში, ბუდუს რიტუალებზე. მამამ სანადიროდ მარტომ გაგიშვა? 26 წლის ვარ, ძმა. 26. კარგი შეხედე. მამა სამი-ოთხი კალიფორნიაში. იერიკონთან. დაახლოებით ერთი თვის წინ ეს ტიპი მისი მანქანა იპოვეს, მაგრამ თვითონ გაქრა. რასაც ქვია მოქმედებაში გაუჩინარდა, შეიძლება გაიტაცეს. აქ კიდევ ერთი, აპრილში, კიდევ ერთი 2004 წლის დეკემბერში 2003-ში, 98-92-ში. ბოლო 20 წლის მანძილზე 10 ადამიანი დაიკარგა. ყველა მამაკაცი, ყველა ერთი და იგივე მე-5 კილომეტრზე. უფრო და უფრო გახშირდა ეს, ამიტომაც მამა შესამოწმებლად წავიდა დაახლოებით 3 კვირის წინ. მას შემდეგ არ შემხმიანებია, რაც უკვე ძალიან საშიშია. გუშინ ეს ჩანაწერი მივიღე. 딘, აქ რაღაც ხდება. მე მგონი საქმე სერიოზულადაა. უნდა ვცადო და გამიასრო რა ხდება. ძალიან ფრთხილად იყავი 딘. ყველანი საფრთხეა, კოტია. ყველანი საფრთხეში ვარ. ნუ ეს ელექტრონული ხმის ფენომენი გესმის? ცუდი არაა სამი. ველოსიპედის დარებასავით არა. რაც არის. ჩანაწერი შევანელი და გოლდვეივით გადავუარე. ჩურჩულით გამოვაცალკევე და აი რა მივიღე. სახლში ვერასდროს დავბრუნდები. ეს უეჭველი მონსტრის ხმა. ან დედამისის შეიძლება ნუ ამათი დედის. ხომისი მამის 2 წელი არ შემოწყვეტი ხარ. შენთვის არაფერი არ მithოვია. ჯერჯერობით მარტივად დასაბახსოებელი სახელებია: დინი, სემი, ჯესიკა, მერი, ჯონი. კარგი. წამოვალ. წავიდა. მის მეძებნაში მოგეხმარები. მაგრამ ორშაბათისთვის აუცილებლად უკან უნდა დავბრუნდე. ცოტა ხანი დამელოდე. მე ჭმება. მეს გასაუბრება მაქვს. სამსახურში? განცდინე. ჩემი კაცი. სამართლის სკოლის ინტერვიუა. და მთელი ჩემი მომავალი ამაზეა დამოკიდებული. სამართლის სკოლის? შევთანხმდით თუ არა? ნუ ხო, ამ შემთხვევაში მომენტ მამის პოვნას არ არის ხელმისაწვდომი საქმე, მაგრამ არ გადარეს? კი, ხომიცე. უბრალოდ პატარა ოჯახური დრამაა. კი, მაგრამ შენ მათმა თქვა რომ რაღაც სანადირო მისიაზე წავიდა. ხო, უბრალოდ ირმებზე სანადირო წავიდა. ალბათ ჯიმი, ჯეკი და ხოსასთან წაიყვანა. ანუ ჯესიკას არ ეუბნებიან. კარგია, რაც მაგრამ მაიცის მით უკეთესი. ინტერვიუს მოუსწრებ. სულ რამდენიმე დღე დასჭირდება. სემი, ერთი წამით. გაჩერდი რა დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ? შენი რად ვარ? უბრალოდ შენს ოჯახზე არასდროს ლაპარაკობ. ახლა კი შუაღამისას მიდიხარ რომ შაბათ-კვირა მათთან ერთად გაატარო. ორშაბათს ინტერვიუ გაქვს, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია. მისმინე, ყველაფერი კარგად იქნება. დროულად დავბრუნდები, გვირდები. ის მაინც მითხარი სად მიდიხარ? მე ჭვება რომ იერიკონი, კალიფორნია. იერიკონი. ნუ საკმაოდ სწრაფად რამდენი წუთია გასული? ემი დღეს ვერ გამოგ 13 წუთია გასული და უკვე რამდენი რამე სამუშაო მაქვს, აი რატომ? არა, რომ გამოცდინო მამა ჩემი მომკლავს. ისა, ემი, მანახა ჯედავს ხოლმე ეს ჩემი ეკრანი. ეს რაღაც პოლტერგეისტული მანქანას რამე გაუფუჭდა? სახლში წამიყვანე. რა თქმა უნდა, ჩაჯექი. სად არის რომ შენი სახლი გააჩნია? არა, ჯერჯერობით ვაიბი მაგარი აქვს. უკვე ვიცი რომ მაგრა დამევასება ეს სერიალი. სად ცხოვრობ? პაგაგვიხილე. ბრეკენრიჯის ქუჩის ბოლოში. კარგი. რაიმე ჰელოვინის სწორლებიდან მოდიხარ? ხო, აუცმა. იცი, თან ჰელოვინია. მარტო ნამდვილად არ უნდა დადიოდეს. შეიძლება დააბნიოს ამანაც რომ ვითომ და ფორმით არის და რეალობაში ოხერას ჯამსკერი იქნება დაეხა ძმას. შენთან ერთად ვარ. აუჩენი.
ეს არ არის ნორმალური აშკარად. ახლა იქნებს რომ რაღაც მოწეული აქვს. კი. ძმა, ჩემთან ერთად სახლში წამოხვალ? კი. აუ, ჩემი. ხა ჩვეულებრივი მაიმუნობა გონია. და ახლა ნახოთ ჩვენი ძმები. რამდენადაც არ უნდა მომწონდეს ვაიბი, კარგი იქნება. ეს ისინი არის. კარგი იქნება რომ ცოტა დღეს ხდებოდეს რაღაცები, იმიტომ რომ საცი განსხვავება აქ არავინ ცხოვრობს. სად ცხოვრობ? არა, ის ცხოვრობს. ის აქ ცხოვრობს. რა კარი ჩაუკეტე, ეს დაბლოკილი ყავს და ანუ სულ როიციან ხოლმე ჩაბეჭდვა რომ სულები ვერ შევიდნენ, რაღაც კავსი ბეჭედი აქვს და მორჩით კარგი? გინდა რომ წავიდე? წადი ძმა. ძმა წადი. ძმა. ძმა. მოხიებ აქედან. ეს ფოტოში ის იყო, ხო? რომელი იყო, არ შემიჩნევია. სავარაუდოდ უფროსი. ალბათ იმ თორის. აი. კონკრეტულად ამ მომენტში არ ველოდებოდი, ამიტომ სავარაუდოდ ის უფროსი დედა იყო ამოვის და ის ბავშვები. ნუ ვარაუდს გამოვთქვავს, სავარაუდოდ ოჯახი დაეხოცა და რა თქმა უნდა აქციის. დაიმტრავი. Das ist კი. კარგად წენდებოდეთ. ესეც სპორტ მოქმედი გავიცანით. ჰეი. საუზმე არ გინდა? არა, გმადლობთ. მითხარი ამ ყველაფრისთვის როგორ ეხდი? შენ და მამა ისევ საკრიტო ბარათებით თაღლითობთ? ხომ იცი, ნადირობა მაინც და მაინც შემოსავლიანი კარიერა არა. თანაც ჩვენ უბრალოდ ვიყენებთ. ჩვენი ბრალი არაა რომ ბარათებს გვიგზავნია. გასაგებია და ამჯერად რა სახელები მიუთითეთ მოთხოვნაზე. მე მგონი ბერტა აფრამიანი და მისი ვაჟი, ჰექტორი. ჯემში ორი ბარათი მივიღეთ. ჩვენი ვრაჯღერს. გებიცები. ამ კასეტების კოლექციას განახლება სჭირდება. რატომ? ნუ პირველ რიგში, იმიტომ რომ კასეტებია. მეორე რიგში, Black Sabbath, Motorhead, Metallica, ნულეთის ხანის როკია. ოჯახის წესებია სემი. მუსიკას მძღოლი არჩევს. გზაური პირს ხურავს. რა თქმა უნდა სემი. ისევ ბუნჩულა ბავშვი არის. ბონდიში არაფერი მესმის მუსიკა ძალიან ხმამაღალია. Ach, den. ნუ ჯერჯერობით ამათი ურთიერთობა მომწონს. რა ეგეთი ურთიერთობა აქვს ხოლმე ძმების უმეტესობას. კილომეტრი ერიქონამდე. მადლობა. 7 რატო ეწერა აბა? კარგი სამოტყობოებსა და მორგებში მამას მსგავსი არავინ უკვე რაღაცა არის. მორგებში. ნუ არა, ეს დაიარო შემოწმა. Просто ისე თქვა სამოტყობოებში და მორგებში მამას მსგავსი არავინაო. სერიალს წარმოგიდგენთ აჭარა ბეთქომი. გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ. წავედით. ჩემი. არც კი ვიცი ახლა რა ვთქვა ამაზე. ბიჭებო, რაიმე იბავეთ? FBI. არა, არაფერი. თას სემისთვისაც ყველა გული დამზადებული. არც ბრძოლის ნიშნებია, არც ფეხის კვალი, არც ცითის ანაბეჭდები. არავითარი კვალი ზედმეტად სუფთაცქია. ეს ბიჭი ტროი, შენ შულს ხდება, ხო? კი, როგორ არის ემი? უკვე ქალაქშია განცხადებების გაკვირა დაიწყო. ამის მსგავსი შემთხვევა გასულ თვეშიც გქონდათ, არა? შენ მიიღახარ. ფედერალური გამოძიება. თქვენ უნდა ცოტათი ახალგაზრდა ფედერალური გამომძიებლები ხართ. გმადლობთ, საშინაო თავაზიანი იყო. ასეთი შემთხვევა კიდევ გქონდათ, არა?
კი, მართალია. დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით მანამდე კიდევ სხვები. ამ სხვერპლს იცნობდით? ასეთ პატარა ქალაქში ყველას იცნობს. სხვერპლებს შორის რაიმე კავშირი იპოვეთ, გარდა იმისა, რომ ყველა კაცია. არა, ჩვენ ვერაფერი ვიპოვეთ. გარდა იმისა, რომ ყველა კაცია. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ გვაქვს სერიული მკვლელი გამტაცებელ ანუ ტაქსიები. სულგივენაიად ისეთი ვარგისი ნამუშევარია, როგორცაც პოლიციელებისგან ველოდი ბიჭებო. მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ, ჯელტმენებო. მაშინ რა მიზანი აქვს, ანუ თუ აჩერებს ხალხს და სახლში მიმიყვანიო, მე მგონი რაც თავიდან თქვი, რომ ფიზიკურად ვერ შედის იმ სახლში. ეგრისთვის. ფეხზე აუცილებლად უნდა დაგებიჯებინა. პოლიციელებთან ასე აუცილებლად უნდა გელაპარაკა. კარგი, რა წარმოდგენა არ აქვს რა ხდება. მარტოებმა უნდა მივხედოთ. თუ მამას პოვნას ვაპირებთ, ყველაფერი ჩვენით უნდა გავარკვიოთ. შემიძლია დაგეხმაროთ ბიჭებო? აბა, არა, სერ უკვე მივდიოდით. აგენტო მალდერ, აგენტო სკალი. ეს ცოტა უხერხული იქნება. დაუნაძლევდეთ რომ ეს არის. თქვენ ეიმი ხართ? კი, ტროიმ თქვენზე გვიან მომისი ბიძები ხართ. მე დენი ვარ და ეს სემია. ჩემთან არასდროს უხსენები ხართ. ტიპური ტროია. აქ მაინც და მაინც არ ცხოვრობთ, მოდესტოში ვართ. ჩვენც მას ვეძებთ და ვცდილობთ რაიმე გამოვიკითხოთ. კარგად ხარ, კი? შეიძლება რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ. დროის ტელეფონზე ველაპარაკებოდი, სახლისკენ მიდიოდა. მითხრა რომ მალე გადმომირეკავდა, მაგრამ აღარ დაურეკავს. რაიმე უცნაური ან არანორმალური ხომ არ უთქვამს. არა, არაფერი მახსენდება. კარგი ყელსაბამია. დროიმა ჩუქა რომ ჩემი მშობლები შემეშინებინა. ხომ ხვდები სატანური ნივთები? აუ, რაღაც ხდება ამ ქალაქში. პენტაგრამა ბოროტებისგან დაცა. ძალიან ძლიერია. თუ რა თქმა უნდა ასეთების გჯერა. ბოროტებისგან დაცვა და კარგი, გმადლობ მისტერ ამაუხსნელო საიდუმლო. კარგი ხალბატონებო. გარგებას გნევაზავთ. ის როგორც ტროი გაუჩინარდა რაღაც უცნაური ხდება. კი. ასე რომ თუ რაიმეს გაიგებთ, რა ხდება? არაფერი, უბრალოდ ამდენი კაცის გაუჩინარების შემდეგ ხალხი უკვე ლაპარაკობს. რას ლაპარაკობენ? აქაური ლეგენდასავით არის. ერთი გოგო იყო, სენტელიანთან მოკლეს. დაახლოებით წლების წინ. ამბობენ, რომ ისევ იქ არის, ავტოსტოპით მგზავრობს და ვინც გაუჩერებს, აუ, ზუსტად ეგრე იციან. სამუდამოდ ქრება. იერიქონის ჰერალდი. მოგზაური მკვლელი ქალი. მოგზაური ქალი. გზების შედეგი ნული. ნუ რა თქმა უნდა. ნუ მე მგონი სენტენიალიდან. რაც მე ვიცოდი ამ სერიალის შესახებ, ყველაფერი უკვე მოხდა, ამიტომ ყოველგვარი სპოილერების გარეშე. ბრძანებლობის მანიაკი ხარ. ეს კაია. ანუ ბრაზიანის სულები ძალადობრივი სიკვდილები ჩდებიან, არა? სწორია, შეიძლება მკვლელობა არც ყოფილა. თვითმკვლელი მოგზაური ქალი სენტენიალი. Suicide. აბა. ოპა. თვითმკვლელი ქალი. 1991 წელს მოხდა. კონსტანცია უელში. 24 წლის. სილვანიას ხიდიდან გადახდა და მდინარეში დაიხრჯა. არც არის რატომ გადახდა? კი, რატომ? ერთი საათით ადრე სანამ იპოვეს, 9:01-ში დარეკა. პატარა ბავშვები აბაზანაში დატოვა და ერთი წუთით გავიდა, როცა დაბრუნდა აღარ სუნთქავდნენ. ორივე გარდაიცვალა. ჩვენი ბავშვები დაიღუპნენ და კონსტანციამ ეს ვერ აიტანა. განაცხადა ქმარმა ჯოზეფ. ანუ ის ქალი. ეს ხედი არ გეცნობა? გასაგებია. ანუ ეს ყველაფერი აი აქ შეასრულა კონსტანციამ გედის სიმღერა. ანუ მოგონებებისგან. ჟენიაზით მამაც აქ იყო? რა გითხრა? ის ამ ისტორიას მისდევს, ჩვენ მას. კარგი და ახლა რა? ახლა ცოტა ხანი ვეძებთ, სანამ არ ვიპოვნეთ. შეიძლება დრო წაიღოს. დი ხომ გითხარი ორშაბათისთვის უკვე უნდა დაუბრუნდე. მახსოვს? რა თქმა უნდა ვერ დაბრუნდა. გასაუბრება. სულ აღარ მახსოვდა. მართლა, აპირებ დაბრუნებას. ხო, აღარ გონია რომ გახსოვდა. ასე უბრალოდ გახდები იურისტი. შენ გოგონაზე დაქორწინდები? შეიძლება, რატომაც არა. მე რატომ არა მე? იცის რა გაგიკეთებია. არა და ვერც ვერას რო შეითხოვს. ჩვენიერია როგორც გინდა. ისე მოაჩვენეთ რაღაც იმანიშნებს რომ ადრე თუ გვიან მაინც შეიტყობს. მოგიწევს იმასთან შეხვედრა რაც მართლა ხარ. და მაინც ვინ ვარ? ერთ-ერთი ჩვენგანი. არა, შენ არ გავარ. ჩემი ცხოვრება ასეთი არ იქნება. შენ პასუხისმგებლობა გაქვს? გასაგებია. საინტერესო რომ ორი საპირისპირო აზრი გვაჩვენეს რომ კი მეწოდინებოდა და რას ცვლის ეს? რომ ვიბოვნოთ.
ის რამაც დედა მოკლა ის მაინც დინს უნდა და სემს არ უნდა ამის გაკეთება. ანუ სემისთვის ცოტა რთული იქნება, ხო, მაგის თქმაც ცოტა. დედაზე ასე ნუ ლაპარაკობ. ნუ ორივე განიცდის სამ ამბავს, ოღონდ სხვადასხვანაირი რეაქცია აქვთ. სემი თავის შორს დაჭერას ცდილობს ამისგან და დინი პირიქით. ოპა. კადრი გაიყო. ჩემი კაი. ნუ ის სულია. საწავიდა. აქ არის. რა თქმა უნდა მანქანაში. ეს რა ჯანდაბა. მანქანაში ვინ არის? ის ზეგან ნახეთ ის. ზამოდი დინ. გადახტებიან. Вообще, აქედან რო გადახტა, თავი მოიკლა, და ხო კარგად ხართ. ნუ კარგად ხართ. დინ. ნუ კარგად არის კაცო. დაჟეიგრე. რა. დინს კაი გამძლეობა აქვს. კარგად ხარ? გადასარევან. უარესიც შეიძლება დავაღიეროთ. მანქანა წესრიგშია? კი, რაც არ უნდა ექნა იმ გოგოს ახლა წესრიგშია. ეს კონსტანცია, რაც ზუკნა. როგორ შენს ჩვენი აყოფნა არ მასას. აბა აქედან საით მიდის კვალე? განავლის სუნატყარ ხარ. აძლობა. ერთი ოთახი თუ შეიძლება? ოჯახის შეკრება გაქვთ? რას გულისხმობ? ეს მეორე ტიპი ბერტ აფრამიანი. აქ იყო და მთელი თვით აიღო ოთახი. ამდენი წუთი და კაი 20 წუთი გვაქვს დარჩენილი. ყველაზე ცოტა რამდენიმე დღე აქ არ ყოფილა. მარელი. კატის თვალა. რაღაც აწუხებდა. ცდილობდა რომ რაღაცისთვის შემოსვლის საშუალება არ მიეცა. ხო, ამების ხო რიტუალებისთვის იტანე. სენტენიალის გზის მსხვერპლები. არ მესმის. სხვადასხვა მამაკაცები, სხვადასხვა სამსახურები, ასაკი წარმოშობა. ყოველთვის რაღაცა კავშირი უნდა იყოს. რა აქვთ ამ ტიპებს საერთო? სიკვდილის ცეკვა, ქანლი თეთრ ტანსაცმელში. და ვაგრძელებთ, სადაც გავჩერდით. 3, 2, 1. რა აქვთ ამ ტიპებს საერთო? სიკვდილის ცეკვა, ქანლი თეთრ ტანსაცმელში. ქალი თეთრ ტანსაცმელში. ქალი თეთრ ტანსაცმელში, ხო? მამა ყველაფერს მიხვდა. რას გულისხმობ? იგივე სტატია იპოვა, რაც ჩვენ. კონსტანცია უელში. ის არის ქალი თეთრებში. სბიერად ზაღლება. კარგი თუ საქმე გვაქვს ქალთან თეთრებში, მამა გვამს იპოვიდა და გაანადგურებდა. შეიძლება სხვა სისუსტე აქვს. არა, მამა სენდომოდა დარწმუნებულიყო. აუცილებლად ამოთხრიდა. ნეთქვამია სადამარხეს, არა ეგ არ ჩანს. მე რომ მამა ვიყო წავიდოდი და მის ქმარს გვითხოვდი. თუ ისევ ცოცხალია. არ მგონია. წესით არა, ხო? კარგი, მიდი შენ მისამართის გარკვევას მიხედე, მე მოწესრიგდები. ჰეი, 딘. რაც ადრე ვთქვი მამაზე და დედაზე ვწუხარ. გეი მომენტები არ გეი მომენტები. კარგი. ახვარო. ზუკნა. ეს ფოტო, ნუ
მე ვარ. დაახლოებით 11:09. ძმაო, შემშილით ხვდები. კუჩის ბოლოში სასადილო და რაიმეს დავითრა. წამოგეო რამე? არა. აფრამიანი გისრულობს. აბა რამე თუ მოხდება? და ხო, FBI. მალე დაბრუნდი, კარგი? მიყვარხარ. ჯესიკასგან შეთხოვინებები. რა მოხდა? პოლიცია თავს მიხედა. შენ? შემომწმია სავით. წადი და მამა იპოვე. კი. ოფიცერო პრობლემებია? შენი პარტნიორი სად არის? პარტნიორი? მე პარტნიორი. არა, გაიქცევა, გაქცეული იქნება. ჯერ არა, მაგრამ გაიქცევა. ყალბი ფედერალური გამოძიება. ყალბის საკრედიტო ბარათი. რაიმე გაქვს, რაც ნამდვილია. ზუძუა. არა, რომელი სუფლება? მაგარი ნაგავია. კარგი გაგებით. საკოლისითი შეპასუხებები აქვს. ნამდვილ სახელს არ გვეტყვი? გითხარით, ნუჯენტი, ტედ ნუჯენტი. ნუჯენტი. დარწმუნებული არ ვარ, რომ ხდები როგორ შარში გაეხვია. ზუბუქ შარში. თუ ისეთ გოჭევით უნდა ვჭყიოდე. კედელზე 10 დაკარგული ადამიანის სახე გაქვს გაღრული. სატანისტურ აბდაუბდასთან ერთად. ხმაწვილ ოფიციალურად ეჭვმტანილი ხარ. საკმაოდ რეალისტურია, იმიტომ რომ 92 წელს პირველი რომ დაიკარგა მთელი 3 წლის ვიყავი. ვიცი რომ თანამძრახველები ყავს. ერთი უფროსი ტიპია, რომელმაც ალბათ ყველაფერი წამოიწყო. ასე რომ მითხარე. 딘. ეს მას ეკუთვნის? შევთვალე რომ შეიძლებოდა ეს შენი სახელი ყოფილიყო. ცოტა გადავიკითხე. რისი გარკვევაც შევცვალე. იმას გულისხმობ რომ ნამდვილი გიჟი დაწერილია. მაგრამ აი ესეც ვიპოვე. 딘. ახლა შენ აქ დარჩები. მანამ სანამ ზუსტად არა მიხსნი ეს რას ნიშნავს. 35-111? არ დაკვირვები ვარ რატომაც, მაგრამ აი გეწერა ხო? ჯოზეფ უელში ხართ? დიახ? კი, ცოტა უფრო ხნიერია, მაგრამ ეს არის. 3 თუ 4 დღის წინ მოვიდა, მითხრა ჟურნალისტი ვარო. სწორი ამ ისტორიაზე ერთად მუშაობთ. წარმოდგენა არ მაქვს რა ჯანდაბაზე მუშაობთ, ისეთი კითხვები დამისვა რომ. ხო. თქვენს განსვენებულ ცოლზე? კითხა დამარხული სადაა? და სადაა დამარხული? მე რა ეს ყველაფერი ხელახლა უნდა გავიარო? უბრალოდ ფაქტების შემოწმება, თუ არ შეწუხდებით. დამარხულიც არ არის შენი ცოლისთვის. საცხოვრებელი რატომ შეიცვალეთ? იქნებ ჩემი კაი. იქნებ იმინეს სხეული უნდა წავიღოთ სახლში, ან სახლში უნდა დავმარხოთ. დაქორწინდით? არა. კონსტანცია ის შემიცხოვრების სიყვარული იყო. ყველაზე ქალი ვისაც ვიცნობდი. ანუ ბედნიერი ქორწინება გქონდათ? ნამდვილად. კარგი, ალბათ ეს საკმარისია. მადლობთ რომ დრო დამითმეთ. მისტერ როლს, ოდესმე გსმენიათ ქალზე თეთრებში? რაზე? ქალი თეთრებში. ხანდახან მტირალ ქალსაც ეძახიან. ზღაპრებია მოჩვენებაზე. სინამდვილეში უფრო ფენომენი. ეს ქალები სულები არიან. ასეულობით წლის მანძილზე ხედავდნენ. უამრავ ადგილზე, ჰავაი, მექსიკა, მოგვიანებით არიზონასა და ინდიანაშიც კი. სხვადასხვა ქალები არიან, ხომ გესმით, მაგრამ ერთი და იგივე ისტორია აქვთ. მოწველა, სისულელეები არ მაინტერესებს. საქმე ისაა, რომ სიცოცხლეში ქმრები მათ ხალხს. დაიწყო. ხოლო ამ ქალებმა, რომლებიც უმეტესად დროებით სიგიჟით იტანჯებოდნენ, საკუთარი შულები დახოცეს. შემდეგ, როდესაც განცნობიერეს თუ რა შევიდინეს, თავები დაიხოცეს. ამიტომ ახლა მათი სულები დაწყობლილია. ისინი გზებზე დახეტიალობენ მდინარეებში. ანუ მაგისგან პროსტა შეიძლება დაიწყოს სულები. მამაკაცების სამუდამო ეს საკმაოდ საშიში რაღაცაა. შენი აზრით, ამას კონსტანციასთან კავშირი აქვს? ჭკვიანო ნაბიჭვარო? იცი რომ კონსტანციასთან კავშირი აქვს. კი. შეიძლება?
შეიძლება რაღაც შეცდომები დავუშვი, მაგრამ იმის მიუხედავად რა ვქენე, კონსტანცია საკუთარ შვილებს არასდროს დახოცავდა. ნუ ეგ კიდე საჭირო. ახლა აქედან დაახვია და უკან აღარ მობრუნდა. ნუ ხო. ტიპისთვის აშკარად განიცდის თვითონაც ამას, რომ ასეთი რაღაც გააკეთა, მაგრამ თავის დროს არ ვიცი რამდენჯერ გაგიმეორეთ. ეს ჩემი შემნახველის ნომერი. მაგრამ კარგია რომ მთელი ღამე ერთი და იგივე უნდა გაიმეორო. ვიღაცამ 9-1 და რეკა ბაით პორტ როუსთან ვიღაცა მისროლა. ტუალეტში გასვლა ხომ არ გინდა? არა? კარგია. აუჩენი ახლა როგორღაც გათავისუფლდეს. ნუ ეს ეგრე ხდება ხოლმე. სერიოზულად. ვაუ. ყული გამოძახება სემი, მე მგონი უკანონოა. არაფრის. უნდა დავილაპარაკოთ. ნომიყავე, ქმარი მართლა მოღალატე ყოფილა. საქმე მართლა თეთრებში გამოწყობილ ქალთან გვაქვს. და მისი ძველი სახლის უკან არის დამარხული. სემი ერთი წამით მოკედა. ვერ ხვდები გვამი რატომ არ გაანადგურა. ზუსტად ამის თქმას ვცდილობ. ის წავიდა. მამა მიერი ქონი დატოვა. რა საიდან იცი? მისი ჩანაწერები მაქვს. მაგ ჟურნალის გარეშე არც ადმიდის. ამჯერად წავიდა, ჟურნალში დაწერია. ძველი კეთილი ნაგავია ყოფილი სამხედრო შვილა. როდესაც უნდა გაგვეკებინოს ადმიდის. კოორდინატები რა მიმართულებით, ჯერჯერობით არ ვიცი. არ მესმის, ანუ რა შეიძლება იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შუა საქმიდან მიდის. დინ რა ჯანდაბა ხდება? მე მგონი უფრო ესეც სემის ჯერია. სემის ჯერია იგივე სიტუაციაშია. ოპა. სახლში წამიყვანე. დერაქნა სახლა ასეთ დროს. ნუ სახლში წამიყვანე. კარგი. მე ბოლო ვერსიას ვემხრობი. ოპა. ეს შეცდომა ყოფილა. ბოლო ვერსიას ვემხრობი. შევიკაი, საკაი. ანუ იმას რომ სხეული უნდა წაიყვანოს იმენა და თვითონ წავა სახლში. სახლის უკან არის დამარხული ასე თქოს და იქნებ იმენას სახლში უნდა შეიყვანონ თუ შეიტანონ. რა თქმა უნდა ეს რო არის რა ქვია ლაგის პონჩი. ნუ წესით ეგრე უნდა იყოს პოლტერგეისტიც ახლა. პოლტერგეისტი ფილმი თუ აქვს ნახე? გეცოდინე. სახლში ვერასდროს დაუბრუნდები. დაბრუნდები. სახლში წასვლის გეშინია. არ მოქმედებს. ოპა. ჩემთან დარჩი. ძალიან მცირე. ვერ მომკლავ, მე მოღალატე არ ვარ. არასდროს ყოფილი ვარ. მომავალში იქ. მაგ პონჩი, ხო? არა, მაშინ. უბრალოდ დარჩი. არა. შემიკაი. ეს რა ეთვლება უკვე? წესით. არა. შედი. აი ეს ძალიან ოფი რაღაცა, მაგრამ ძალიან საშიში. ჩემი ფეხები შეიძლება დაუშავო. მაგრამ შეგიძლია ცოტახით ყურადღება გაუყენო. სახლში მიმღა. პირდაპირ ეგრე? სერიოზულად? პირდაპირ სული სადაც იჯდა მანქანაში იქ. ეს იყო. აკეთ, ვერ ვიტყვი რომ მარტივი იყო. მოძრაობის რომ არ დასრულა ყველაფერი.
აჰა. სახში ხარ. მსახიობი მეცნობა ამ ლოლოსის. სავარაუდოდ ვინმე თინეიჯერი მგლიდან. არ ვიცი. ინა თინეიჯერი მგელი მახსენდება ამ ლოლოს რო ვუყურებ. გინდოლა სახში. ოპა. და მოგონებები და რა შვილების სულები მოკლავენ სერიოზულად სახლში დაბრუნდი დედა ან უბრალოდ ეგრე ხო მაგრამ ის შეგრძნება მაქვს რომ მოკლავენ ოჰო просто игры ну ხო ესე იგი საკუთარი შვილები აქ დაახრჩა. კი. ამიტომაც აღარ შეეძლო უკან დაბრუნება. მათთან შეხვედრის ეშინოდა. აჰა. სახში და გასაგებია თან უნდოდა და თან ეშინოდა და იმიტომ იცახდა რომ სახში ვერ დაბრუნდებიო. მინდა რომ შენზე ჩემეძლოს იგივე თქმა. რას ფიქრობდი? კასპერს რომ სახეში ესროდი იდიოტა. შენი უკანალო. ვაფშე ხო გადაგარჩინა. და კიდევ თუ ჩემი მანქანა გააოხრე. მოგკლავ. ჩემი კაი. ეს ვიღერა აქედანა? თუ просто მუსმენენ ამ ძოსი. ეს ის ადგილია, სადაც მამა წავიდა. ბლეკბოტ რიჯი ქვია. კოლორადოშია. ძოსი ისე თქვი გეგონება უფრო ძველები არ არსებობს. დაახლოებით 1000 კილომეტრი. თუ ტრაქს გამოძრევთ დილამდე ადგილზე ვიქნებ. ანუ ამათთვის ძოს. 딘 მე გამოცდა. არ საუბრება უფრო სწორად. გასაუბრება 10 საათია, იქ უნდა ვიყო. ну სიმართლე გითხრათ დაძალება არ არის კარგი აზრი კი კარგი რა თავისი ცხოვრებაც აქვს სახში ზაგიყვან რაც მანიშნებს რომ გადაიფიქრებს რამდენი ხანი დაგვრჩა 4 წუთი თითქმის აღარ მინდოდა ამოჭრა მაგრამ მომიწია ასე რომ წინაზეც არ მინდოდა მაგრამ ჩემდაბას გავაგრძელოთ დავასრულოთ უბრალოდ 3 2 1 კაი სიმღერა რა ქვია სიმღერას არ ვიცი და ერთი თუ იქნება აღწერაში ან YouTube-ზე რო დავდებ წესით უნდა გამოჩნდეს იმიტომ რომ ჩანს ხოლმე სიმღერების სახელები დამირეკავ რომ მიპავე არა წახვალ იმენა შეიძლება მოგვიანებით შეხვდე რა სიტყვე კარგი არ ვიცი ოდისე არ გააკეთოთ რომ შეხვედრა გაუქმდა და რაღაც გავსი რამე ისეთი მინდა რომ ზემა თვითონ გადაიფიქროს ხომისი ჯოჯოხე თურად მაგარი გუნდი ვიყავით კი ოჰ კი ჯერა მაგარი გუნდი რო იყავით თქვენ და მამა თქვენი ჯონი ჯეს აუ სახლში ხარ აუ ჩემი ჯესიკა საერთოდ დამართოთ ახლა კაი რა მომენატრე მიყვარხარ просто წავიდან აუ ჩემი კაი რა ჯამსკერს ველოდები რამეს просто სემმა ხო ვიცი რომ უნდა გადაიფიქროს როგორღაც და აი დავიჯერო ის იქნება გადაფიქრების მიზეზი რაც მე მგონია ოუ არა არა
Sam, Jess. Sam. Ara. Jess, Ara. იგივე. არც კი ვიცი რა ვთქვა. იმენა ამ ოჯახს დასდევს ის რაღაცა არსება. და თან იმენას სემს დასდევს, ბოლოსში ვილაპარაკებ მაგაზე. რა ეხლა რა მეორე საქმე გვაქვს. სერიალს წარმოგიდგენთ აჯარაბეთკომი. გახმოვანებულია აჯარანეთკომ. სადა განა. ბოლოსში არაფერი. კაი, შემდეგ სერია არ გვინდა. ნახავ მაინც წინასწარ შემდეგი სერიისა თავს იმიტომ რომ ფაილად ძალიან Wendigo, ვაიმე Wendigo. ნუ მაგაზე შემდეგში ვილაპარაკებ. ბაცეთ ვახლა. ესე იგი ეს იყო ზებუნებრივი პირველი სეზონის პირველი სერია. Pilot. და მინდა გითხრათ რომ მაგარი სერია იყო. აიცა ჩემი კაი ეს ულის ისტორია და როგორ გააკეთეს ძირითადად ჩემი ამას თუ ეგრე მიუყვებით ძალიან მაგარი იქნება. ანუ რაღაცები მოსალოდნელი იყო თეორიების გამოთქმა შეძლო. ეგეთი მომენტები მომწონს რა რომ თეორიების გამოთქმა შეიძლება, იმიტომ რომ რაღაც პონჩი შეიძლება ზებუნებრივი საგამომძიებლოდაც ჩაითვალოს, იმიტომ რომ თავარის საქმე ის არის, ჯერჯერობით, რომ იმის რა ქვია, მერის საქმეს ვიძიებთ, იმ სულის რომელმაც მერი მოკლა და ჯესიკა ახლა. და თან ჰორორიც არის, ამიტომ საკმაოდ ისეთია რა ახლა სათავგადასავლოც ეგეთი იქნება. მე არ ვიცი შეიძლება ხართ ისეთები ვისაც, შეიძლება რა იქნებით ისეთები ვისაც ჰორორი არ ევასება. მე მევასება, როდესაც ჰორორი არის რამე სხვა ისეთ ჟანრთან გაერთიანებული რა. კარგი, უაზრო ჰორორი, აგერ რამდენი ფილმი მაქვს ნანახი Halloween-ი, Friday the 13th, Jason Voorhees როას, Michael Myers-ის, ეს თქვი უკვე Halloween-ი. Freddy Krueger-ის მეტნაკლებად ჯანდაბას Nightmare on Elm Street. მაგრამ ეგეთები რა, თუნდაც Terrifier-ი შეიძლება მომენტში საინტერესო საყურებელია, იმ პონჩი რომ თუ როგორ დაამარცხებენ იმას ბოროტმოქმედს და მარტო ეგ. თორე ისე მაგარი ისეთი არის ხოლმე რა, უაზრო ფილმები. სიმართლე თუ გაინტერესებთ. და სერიალები კიდე ჰორორები უკეთეს ეგერ რატომაც Wednesday კარგი სერიალია, კარგი რა, არის წავა რა. Teenager-ი მგელი ძერსკია, Stranger Things-ი უცნაური ამბები. და ვატყობ Supernatural-იც, 15 სეზონი უმიზეზოდ არ აქვს. და რავი. თან ბევრსეო 327, ჩემი კაი 327 40 წუთიანი სერია. კიდე რამე დამატებით, ერთი უნდა გავარკვიო რამე დამატებით ან შორტები ან ფილმი არ არის ეგ ზუსტად ვიცი. თუ არის რამე რა დამატებითი მასალა, რის ნახვად შეიძლება ზებუნებრივზე. და არ გულისხმობ ახლა ამოჭრილ სცენებს და ბლუპერებს და ეგეთებს. არა. ეგეთ მაგ სტეპს ისედაც უყურებ და ვიხალისებ მე, თორე ისე რისი დარეაქტებაც შეიძლება რა მაგას ვამბობ. ზოგადად ხო, კაი სერია იყო ძალიან. მომეწონა ეს ამბავი, თითქოს და თეორიების გამოთქმა შეიძლება და გამოთქვი კიდეც რამდენიმე და კიდე ერთხელ ვიმეორებ, მაგიტომ მომწონს კიდევ ეს. მაგიტომ მომეწონა ზოგადად ეს სერია და სავარაუდოდ შემდეგ სერიებსაც მსგავსი ვაიბი ექნებათ. და მაგარი გადაობა კი იყო ის, რომ ვერ გავარტყი ვერაფერი გარდა იმისა, რომ ოჯახი დაღუპული ყავდა. მე მართლა მეგონა, რომ იმ ეზოდან უნდა ამოეთხარათ გვამი და შეეტანათ იმაში სახლში და მაგ პონჩი დაბრუნდებოდა რა, სიმბოლურად ასე.
დინს კარგი აზრი ჰქონდა ისე იარაღიდან გასწრებით რა მომენტ ხო უნდა გახდეს გამჭვირვალე სრულიად რომ ნაწილობა აი სხვათა შორის ეგრე შემოჩნია ბევრ სხვა სერიალებში და კინოებში რომ სული როდესაც აი ვინმეს რო ყავს ასე დაჭერილი თუნდაც როგორც კიდათ რა და გამჭვირვალე როცა არ არის ანუ რამე თავს რო დაესხა ჩარტყავსა და მაშინ ხო უნდა გახდეს გამჭვირვალე და ნაწილობრივ გამჭვირვალე რო გახდეს არ შეიძლება ანუ მარტო თავში რო ესწოდოს და როგორც დინი ისე რომ თავი გაიხადა გამჭვირვალე და ხელი და მკლავი მაჯა მხარი ჩვეულებრივად ანუ შეეძლოს სემის გაგრძელება მოკლის ეგრე არ შეეძლო ამიტომ რეალურად მართლა ჭკვიანური გეგმა ჰქონდა დინს მაგრამ ფაქტობრივად სახში დაბრუნდა ანუ რავი ხო ყოველ შემთხვევაში აღარავის შეაწუხებს ის სული და კაი ამბავი იყო ექსულზე და ახლა თავარი თემა სავარაუდოდ ამ სეზონის თუ კიდევ სხვა სეზონების და მთელი სერიალის ანუ არ მგონია მთელ სერიალზე მარტო ეს ერთი თემა გაწელონ მაგრამ თავარი თემა მერის ამბავი და ჯესიკასი თეორიების გამოთქმაზე წაგანვისაუბრე და ახლაც ვიტყვი ერთ რამეს მე არ ვთვლი რომ მერი მკვდარია ჯესიკა არ ვიცი სავარაუდოდ არც ჯესიკა იმიტომ რომ იმავენაირად ანუ ზუსტად იგივე რაღაც დამერთა მაგრამ პროსტა მე გადავახვიო ჯესიკა თუ ვწდებით დაჭრილიც იყო რაღაც დაიცადეთ თუ ვწდები მუცელზე ქონა ჭრილობა ზედა აკარჩა კი თან ძალიან დიდი და ახლა ნახოთ მერი არა მერისაც იგივე ქონდა იქნებ ჭრილობა არა და რამე სხვა ყოველ შემთხვევაში მე არ ვთვლი რომ თუ ასე არ ვთვლი რომ რომელიმე მათგანი მკვდარია სავარაუდოდ ჩაბეჭდილების ან მე როგორ თითქმის ხოლმე ანუ ტრანსშენ რა ძინავ ან კომაში რაც ქვია მაგას დატყვევებული ყავთ როგორმე იმიტომ რომ ეს ცეცხლი რაც გაჩინა იმაში თავიდან ბერის სცენაში რა სუპერვას სცენაში თქვი რომ უცნაური იყო და ახლა მოვწვი რას მაგონებს პორტალს ეს იმენა პორტალს მაგონებდა და არა ჩვეულებრივ ცეცხლს ანუ აქვს ხოლმე ხანდახან ეგეთი ეფექტები პორტალს რამდენიმე ახლა რაც მე ფანტასტიკას ჟანრის ფილმები და სერიალები მაქვს ნანახი ანიმაციურები თუნდაც ეგრე არის ხოლმე ილუზია პორტალის რომ სხვაგან გადასვლა რომ თითქოს და ცეცხლში ეხვევი და ქრები მსგავსი შეიძლება ყოფილიყო ახლაც ასე რა ხო ჩემი ვარაუდით ეს ასეა მაგრამ სავარაუდოდ ცოტა ხანი ვერ გავიგებთ მაგას ყოველ შემთხვევაში ბოლო რამდენიმე სერიაში ბრძვად ეხლა რასაც უნდა ვუყუროთ პირველ რამდენიმე სერიაში მაგას ვერ გავიგებთ მაგრამ ხო მინდოდა მიზეზი რის გამოც სემი შეუერთდებოდა დინს სამწუხაროდ ეს მიზეზი უნდა ყოფილიყო ჯესიკას სიკვდილი ჭრებში ჩასვლა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მე არ ვფიქრობ რომ ჯესიკა ან მერი მკვდრები არიან მაგრამ სული აშკარად იმენა ვინჩესტერებს დასდევს და იმენა სემის შეყვარებული წაიყვანა ჩხილებში მოკლა ჯერ დაზუსტებით ხო არ ვიცით და დედაც მანამდე თან იმენა სემის ოთახში ხდებოდა ეს ამბავი ანუ რაღაც უნდა სემისგან თუ იმპონჩი როგორც სხვა სულებმა იციან რომ რაღაცას ჩამბეჭდავენ ანუ მოთავსებენ სხეულში და მაგიურ რამეს საკმაოდ დიდია იმის შანსი რომ სემის ზებუნებრივი ძალები აღმოაჩნდეს მოგვიანებით რაც მართლა მაგარი იქნება მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი სერიალი დიდია 15 სეზონია და არ ამგონია რომ ძალიან მალე გავიგოთ ეს ამბავი ასე რომ ახლა დაგემშვიდობებით ну სერიალი მე ძალიან მაინტერესებს ანუ რა მოხდება შემდგომში იმენა საჩემო სერიალია და ძალიან გამიხარდება თუ
გამოიწერეთ ჩემს არხს, ვინცაც გამოწერილი არ გაქვთ, დალაიქებთ ამ ვიდეოს, რომ რაც შეიძლება მეტი აქტიურობა გამოიჩინოთ და გავაგრძელოთ ეს სერიალი. ზარს გააქტიურებთ და კომენტარებს დამიტოვებთ. მედია მოგეწონათ ეს ვიდეო, დაგემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.